სალამი, დავბრუნდი, მოკლედ დღეს 11 წონის კლების და ხო, რატო არ ვიყავი ახლა ეს დღეები რა? რატო არ ვიღებდი უბრალოდ ვიდეოს, თორე დიახ, მიწაზე ვიყავი. ნუ ხო. ჩემი ძმა იყო ცუდად რა და ვერ დავდი, ანუ კამერამენი არ მყავდა რომ ჯიმში ვინმე ჩემთვის გადაიღო რა. მე ცუდად ვიყავი, სკოლაშიც არ დავდიოდი ეს ერთი კვირა სადღაც. თუმცა პირდადად მე ჯიმში ვიყავი რა, რამდენიმე დღე დავდიოდი, არ გამოცდენია. ერთი დღე გავაცდია, მაგრამ ეგ არაფერი. და დღეს უნდა ვაღოდი შუთ ფეხები რა. ხო. რაც შეეხება წონის კლება ძალიან კარგად მიდის, იმიტომ რომ ყოველდღე უფრო და უფრო მშრალი ვარ, შედეგებსაც ძალიან კარგად ხედავ უკვე. ჩემი მკერდი ბევრად მშრალი გახდა, პრესებიც ოდნავ დამეტყვა. მაგრამ ჯერ კარგად მაქვს მაინც კიდე წონა დასაკლები რა, ასე რომ ვთქვათ. პირველი კვება უკვე მქონდა. კალორიულ დეფიციტსაც უკვე ვეჩვევი და იდეად აღარ მიჭერს ხოლმე, ნუ რამდენიმე დარღვევა მქონდა, მაგრამ დარღვევის დროს იცი რას ვაკეთებ ხოლმე ახლა ხო? იმ კვებას არ ვჭამ, რასაც ყოველდღურად ვიღებ, ამიტომაც გინდ დავარღვიო ხოლმე და ჩემი საყვარელი საჭმელი შევჭამო ხოლმე. კალორიულ დეფიციტში გამოდივარ მაინც. ნახო, მაგის გამო ვიკლებ წონაში. ნუ რაც შეეხება ძალას, ჩემგან ანუ ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მომიმატა ასე რომ ვთქვათ რა. ბევრად დიდ წონებს ვაკეთებ, უკვე გამოვივლისას ბევრად მეც ვაკეთებ, იმ წონებზე რასაც ვაკეთებდი ადრე. და ახალი პიარებიც მაქვს რა. და სიმართლეს ვთქვათ მიკვირს, იმიტომ რომ ხო, წონას ვკლებ და წესი ძალაც უნდა მაკლდებოდე ცოტათი. მაგრამ ჯდიდად არ მგონია ძალის დაკლება დამეტყოს, იმიტომ რომ ჯერ 78 კილო ვარ სადღაც რა, ასე რომ ვთქვათ, 83-84 კილოდან. ამიტომაც ბევრი არ დამიკლია. რაც დავიკელი ეს არის წყალი უბრალოდ და გლიკოგენის საცავი. ცხიმი ჯერ ბევრი არ დამიკლია რა. და თითქოს 2 კვირა არის, რაც წონის კლებაზე ვარ და სადაც 2 კილომდე დავიკლებდი ალბათ ცხიმს. 2 კილო ცხიმი კი დიდი შანსი, მაგრამ როცა მთელი სხეულიდან გაკლდება ეს 2 კილო ცხიმი, ბევრი არა, ასე რომ ვთქვათ. ხო, ანუ ამჯერად ვაპირებ კარგად დავიკლო წონა რა. შეიძლება 70 კილოზეც რო არ ვიყო მშრალი, მაინც გავაგრძელებ წონის კლებას და ჩამოვარ 75 ხელით. ვნახოთ რა, დრო გვიჩვენებს ყველაფერს. მეორე კვება მქონდა პირველი საათისკენ. ახლა არის წელსაათი რა. და რა გავაკეთე ხა ამ დროში რა. როგორც უკვე გითხარით, ხამის 3 საათზე გავიღვიძე გუში. ხო და ცოტა წაუძინე რა შუა დღესაც და გავიღვიძე, ნუ 1-4 საათი მეძინა რა, 15 საათისკენ დავიძინე და 19-ისკენ გავიღვიძე. ახლა არის 21 საათი, ანუ 9 საათი დაიწყო. ვერცეთ 10 საათი დაიწყო და ხო. და წავიდეთ ჯიმში და ვაუჩეთ ფეხები.
მე-12 დღე ახლა და ხო გუშინ რა გავაკეთე მე ანუ იმდენად დაღლილი ყავი რომ მოდი პირდაპირ რავი საჭველი ჭამე მე მგონი თუ არა საჭველს არ მიჭამია დავზექი დავიძინე რა მე გავიღვიძე ცოტა გვიან რატომღაც და არ მეძინა რა სამისგან გავიღვიძე თუ არ ვშტები და მე დავიძინე პირველისგან დღეს და გავიღვიძე 19 საათზე ანუ არ ვიცი ეს დღე ძალიან ბევრი ხანი მძინავს რა 10 საათზე მეტი ხანი მძინავს და ხო რაღაც მხრივ კარგი არის იმიტომ რომ რო გძინავს კალორიები იწვება რა ხო კიდე მე შეხება ახლა საკვებს რა მომიწევს ახლა შევჭამ პანკეიქები და მე წავიდე ჯიმში და გავაკეთო კარდიო და პრესის ვარჯიშები რა ისე გუშინდელმა ფეხის ვარჯიშებმა გაასტურა რა დღესაც კარგად ტკივა ფეხი ასე ვთქვათ ნუ ტკივილ არ შემოისაძღვრება რეალურად ვარჯიშის ხარისხი მაგრამ მაინც კარგი იყო რა კარგად ვიგრძენი ცოტა ხნის წინ მოვედი რა ხო და ისე თქვა შემიძლია დღეს კარდიო არ გავაკეთე მაგის მოგივეთ რომ პრესის ვარჯიშები გავაკეთე იმიტომ რომ ხო ფეხები მდგოდა ძალიან იმიტომ რომ გუშინ ხო ფეხის დღე მქონდა და ხო კარდიო კიდე ძალიან ბევრი სიარული მიწევდა რა ბილიქზე მაღლებულზე და ჩემი ფეხები ვერ გაუტლებდა მას ნუ ხო ისე თქვა შემიძლია ყველას ძინავს ახალ ჩემებს და ჩუმათა ვარ მაგის გამოწოდათი ნუ ვფიქრობ დღეისათვის სულ ეს ხო რა და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ იმიტომ რომ ერთი გამოწერიც და 70-ზე ავავდა ნუ ხო შეგხვდებით ხვალ არა და ესე დავეცდები ყოველდღე ვიდეოები გადავიღო რა ძალიან მოუხშირე ამ გაცდენებს ვიდეოს მხრივ თორე ისე ვარჯიში მაგრამ ფიზიკურად ენერგიაც არ მაქვს ამ წონის კლების გამო რომ არ მაქვს თავი რომ დავჯერე და ვილაპარაკო რა